ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს სიმონ გულედანსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო. Როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი სატყეო რეფორმის მთავარი მიზანი ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებასთან ერთად ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა. სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ბარნოვი წარადგინა. რეგიონული სატყეო სამსახურები პირდაპირ კომუნიკაციაში იმყოფებიან ადგილობრივ ხელისუფლებებთან, სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს შეხვედრა გქონდა შიდა ქართლში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის შესახებ მათ გავაცანით ინფორმაცია. გასათვალისწინებელია, რომ 401 ტყის მცველი ემატება აღნიშნული რეფორმის სატყეო სააგენტოს. ემატება სამცველოები, რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას სატყეო რეფორმა განვახორციელოთ უფრო ეფექტურად, ამავდროულად შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდმა რეგიონული ტურნე ქართლიდან დაიწყო. პირველი კონცერტი 12 მარტს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. ფოლკლორის ცენტრის გუნდთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ გორის, კასპიის, ქარელისა და მერეთის სალოტბარო სკოლები. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის გამორჩეული ნიმუშები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში სიმონ გულედანმა. კონცერტი მრავალჟამიერით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ფოლკლორის ცენტრის გუნდის რეგიონული ტურნე მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით გაიმართება. შემდეგი კონცერტი ოზურგეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ჩატარდება. დღეს ქალაქ გორში გაიმართა სამგალობლო ცენტრის ღონისძიება, რომელშიც წარმოდგენილი არიან ქართლში დაარსებული სამგალობლო ცენტრების გუნდები. ჩვენი რეგიონის 4 რაიონი არის წარმოდგენილი მრავალრიცხოვნად და ეს გუნდები არიან შედგენილი ბავშვებისაგან. ყველა ასაკის მოზარდი არის მასში მონაწილე. ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება იყო, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით და მინდა ვთქვა, რომ წინა ჩვენ ამას ვიყავით მოკლებულები, ამის შესაძლებლობა არ იყო და ეს დიდი ბედნიერება არის, რომ დღეს ჩვენს ბავშვებს აქვთ სრულყოფილად შესაძლებლობა შეისწავლონ ჩვენი სიმღერა, ჩვენი ქორეოგრაფია და ამით შეიგრძნონ ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალგაზრდულმა გუნდმა დაიწყო რეგიონალური გასვლები და ძალიან საინტერესო პროექტი შედგა. ეს არის ჩვენი ცენტრის გუნდი და ადგილობრივი სალოტბარო სკოლები, რომელიც ფოლკლორის ცენტრის არის ასევე და მთელ საქართველოში გვაქვს 57 სკოლა და ესე გვაქვს დაგეგმილი, რომ ეს გუნდი გამართავს სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს, სადაც მიიღებენ ადგილობრივი სალოტბარო სკოლები მათთან ერთად მონაწილეობას. პირველი რა თქმა უნდა გავაკეთეთ ქალაქ გორში, ჩვენ აქ ერთ-ერთი პირველი სკოლა გვაქვს გახსნილი 2015 წლიდან. მიიღეს მონაწილეობა ქარელის, კასპიის და მერეთის სალოტბარო სკოლებმა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ სკოლებისაც, ამ გუნდის პოპულარიზება და ზოგადად ქართული მრავალხმიანობის, ქართული ხალხური სიმღერა გალობის კიდევ უფრო მეტი თქვათ პოპულარიზება ხდება ხალხში, იმიტომ რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, მსმენელებმა რეგიონის და ამა თუ იმ ქალაქის ცხოვრება უფრო კარგად გაიცნონ, უფრო კარგად და უფრო შეიყვანონ ის, რაც ჩვენი მართლაც საამაყო არის, ეს არის ქართული მრავალხმიანობა, რომელიც გამოგვარჩევს სოფლიოში. ჩვენი მრავალხმიანობა არის ყველაზე გამორჩეული სოფლიოში და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ ჯერ ჩვენ თვითონ და მერე გავიტანოთ საზღვრის გარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ესეთი ღონისძიების ჩატარება იქიდან გამომდინარე, რომ
ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მომავალი თაობა ეცნობა იმ ჩვენი ისტორიის შემადგენელ ნაწილს, რასაც ქვია სიმღერა, ცეკვა, გალობა. მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელიწიფება და ხელი შეუწყო ამ ღონისძიების ჩატარებას. რა თქმა უნდა, მე მინდა მადლობა უთხრა ბატონ ზაზას და ქალბატონ ლელას, რომლებიც სალუტბარო სკოლის დაარსებიდან დღემდე მუქჩაუხრელად შრომობენ, რათა ჩვენმა ასობით ახალგაზრდამ შეისწავლოს ჩვენი მრავალხმიანი სიმღერები. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ესეთი ღონისძიების ჩატარებას. მე მოხარული ვარ, რომ სალუტბარო სკოლები გახსნილია როგორც ქარელში, ასევე გოლში, კასპში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ესეთი მუქჩაუხრელი შრომის შედეგად, რა თქმა უნდა, რეგიონის ხაშურის მუნიციპალიტეტშიც იქნება სალუტბარო სკოლა გახსნილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდმა ჩავატარეთ ერთობლივი კონცერტი გორის, კასპის, ქარელისა და მერეთის სალუტბარო სკოლებთან ერთად. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი კონცერტი იყო, ძალიან დადებითი ემოციებით ვართ ყველანი დამოხტული. ყოველთვის გვახსენდება დიდი ანზორ ერქომაიშვილის სიტყვები, თუ გვინდა რომ სიმღერა გადარჩეს ის მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ. დღეს უკვე 45-ზე მეტი სალუტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რაც ცხადყოფს, რომ ქართული ფოლკლორი თაობიდან თაობას გადაეცემა და დღევანდელი დღეც ამის დასტური იყო. აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გაიმართა ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი სპექტაკლი აჯანყებულთა ვაგონი. რეჟისორები არიან ვატო ჯუღელი და ვახტანგ ნიკოლავა. სპექტაკლი შემოქმედებითი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და 1924 წლის აჯანყების 100 წლის თავს მიეძღვნა. კვირეულის მიზანი რეგიონის თეატრის შემოქმედებითი პოტენციალი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და დედაქალაქსა და რეგიონს შორის კულტურული დიალოგის გაძლიერებაა. სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ეს არის კოპროდუქცია სენაკის თეატრის და ზესტაფონის თეატრის, რომელიც შედგა ლევილის პროექტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, ისტორიულ პიროვნებებზე, ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო იყო ეს. და მე მოხარული ვარ, რომ ეს სამუშაო შედგა, იმიტომ რომ რეგიონალური თეატრებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროცესებია და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის კულტურის სამინისტროს, ზესტაფონის თეატრს, სენაკის თეატრს, ყველა ვინც მიიღო ამ არაჩვეულებრივ პროექტში მონაწილეობა. თეატრალურ კვირეულს, რომელსაც წარმოადგენს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი დედაქალაქში, ეს რეგიონალური თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმ თვალსაზრისით, რომ ეცნობიან ჩვენ ნამუშევრებს ბოლო წლებში დადგმულ სპექტაკლებს და ამით ხდება ერთგვარი პრეზენტაცია რეგიონალური თეატრის. ვიმუშავეთ ერთობლივი პროცესი იყო ეს, ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი. ჩვენთვისაც მსახიობებისთვისაც იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ საფრანგეთში ლევილის მომულჩე ზუსტად იქ შევიგრძელით ეს ყველაფერი, ვნახეთ რა ხდებოდა იქ საფლავებზე, თითოეული ნიუანსი გავატარეთ და ჩვენმა დრამატურგმა ისე ნორმალურად კარგად შექმნა ეს პროცესები ყველაფერი და ვიმუშავეთ ორმა თეატრმა ძალიან საინტერესო და უნდა აუღნიშნოთ აუცილებლად რომ რეგიონალურ თეატრებში და დედაქალაქ შორის უნდა იყოს აუცილებლად უფრო მეტი ხილვადობა და უფრო ფართო აუდიტორიამ უნდა გაეცნოს.